მერაბიზე მოდი ვთქვათ, რომ ბევრი რეკორდები მოხსნა და ბევრი აღიარებს, რომ უკვე არის ყოველ დროის საუკეთესო bantamweight ჩემპიონი. კიდე 100 პირველი ადამიანი არის, რომელმაც 100 takedown-ი გააკეთა UFC-ში. და მთლიან UFC-ის ისტორიაში მისი მოგების სერია არის მეოთხე ნომერზე, აზე ხარ? მე 14 მოგების სერიაზე არის და ძალიან სერიოზული შედეგი არის რა, მოკლედ რომ ვთქვა, ისტორიას წერს რა. როგორც ერთ-ერთი გოლთი და კიდე ვიწყებო, მოსადავიანით არ გავჩერდებიო და ეთყობა რომ არ არის დაღლილი, არის გადამწვარი, უფრო არის მოძრაობაში არის რა. კი. რამე ტრავმების არ აწუხებს და აქვს საშუალება რომ დიდი ისტორია დაწეროს კიდე. 2-3 წელი რომ იცი და მაგურ 3 წელიწადში რომ 5-დან 8 ჩხუბამდე ჩაატაროს, всё, დამთავრდა და მაგი ხუში და 8 ჩხუბი რომ მიგოს ადრე არ არის უკვე რა უნდა ქნას. კი და თავიდან რომ ნახე რა, მერაბი ფაფახით რო არ გამოვიდა, რაღაც ენერგია კი ქონდა ყოველთვის რაღაც ის აჩკებით რო გამოვიდა რაღაცა. მე იმას რო უყურებდი, კორი სეინჰეგენიც მაგარ იმაზე იყო რა, სულზე რა, მაგარ დუხზე იყო რა, ეთყობოდა რა და ანუ კორი სეინჰეგენს თუ შეატყე, მერაბის ერთ-ერთ რაუნდის შემდეგ კუთხეში თქვა რომ მაგის ჭიდაობა არაფერი არ არისო რა. ანუ რო გრადონეზე ფიქრობდა მერაბის ჭიდაობა რა საშიში იყო რომ ანუ მე დაისვენა რომ ხო ნუ ჭიდაობით დიდი ეფექტი არა მთლიან ჩხუბში ბაზარი არ არის ჭიდაობითაც მოუგო მაგრამ მერაბი რო იძახდა რომ ისა მე დგომში გაქთიშაო მეორე რაუნდში თითქმის ვნახეთ ხო ეს ნოკაუტი კი მეორე რაუნდში ძალიან ახლოს იყო მაგი ფინიში რა როგორ არ იყო 100%-ით იყო მერაბის დომინაცია იმენა ძალიან მაგარი დომინაცია განახორციელა რომ მერაბი მაგი მენზე და ანუ ხო მართალი ხარ დასაწყისში რაც შეეხება ხო იმას რომ მეტოქი ის გამოდიოდა სანხეგენი ლოადედი იყო და იმენა ფოკუსირებული გამოდიოდა და მე მისი განწყობა ზოგადად აი მე მომწონს მისი განწყობა რომ არანაირი ზედმეტი მოძრაობები აი სულად men on the mission და ისე რა ქვია და მერაბის გამოსვლა არ მომეწონა იმიტომ რომ მოდუნებული იყო ძალიან რა ჩემი თვალსაზრისით ენერგია დაბალი ქონდა ვიდრე ადრე ხო თუმცა შევიდა კეიჩი ხო და რო შევიდა კეიჩი ხო უკვე დავინახე რომ აი აკრიბა და მოიხოდა რა თუმცა დასაწყისში რა თქმა უნდა მე დაბალი ენერგიით დავინახე და ცოტა სანერვიულო დამიტოვა მაგ მომენტმა მეც აი მართლა იგივე დავინახეთ ჩვენ რა მაგრამ რაც თავარია ბოლოს ანუ ჯამში ის გააკეთა რაც მართლა ყველას ეგონა და ახლოს იყო რომ შეესრულებინა ის ნოკაუტი რა მდგომში რა მოდი კიდე რაც შეეხება რა მერაბს ამ ბრძოლაზე მინდა კითხო ანუ თითქოს აი ჭიდაობით რამდენჯერ ჩაიყვანა ხო ქვემოთ მაგრამ ბოლოს მაინც ზურგით და კედელზე იყვნენ ხოლმე რა ხო ანუ დიდი ზიანი რაღაც ვერ გააკეთა მისი ჭიდაობით მაგრამ რა თქმა უნდა დომინაცია და კონტროლი ქონდა ხო მე რა ზოგადად მაგას კონტროლის მებრძოლი არა მაინც რო თქვა და ხაბრო ჩიმაევი რო აიღებს პოზიციას და აღდება და არ ეკანება და ანუ აშრობს მაგ პოზიციაში მასეთი მებრძოლი მერაბი არა მერაბი უფრო დინამიკური მებრძოლია რა რატო იღლება მეტოქი ახლა რო თქვა რომ ხა მაგალითად დუპლესიმ დაიღალა ჩიმაევთან მაგით ყოველი იქნება რა და იგივე და საპირისპირო შემთხვევაში ხო მერაბისთან უდგებიან აქტიურად მერაბიც აძლევს საშუალებას ადგომის კლინჩის სეპარეიშენი რო იწყება გაწყვეტა კომბინაციას აძლევს დაცვაზე ამუშავებინეს მე კიდე ფეხში ჩადის ანუ დაღლა საიდან იქნება ეს მერაბის ეფექტი ეგრეთ წოდებული საიდან იქნება რა ისიდან იქნება რომ ანუ ამუშავებს მეტოქეს იგი ხა დუპლესი კრუზერ ფიგზე წევს ხელები გაშლილი აქვს მაგალითად რომ შევადაროთ რა პროსე ორივე რა თქმა უნდა ჭიდაობა არის მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ჭიდაობა არის რა კრუზერ ფიგზე დუპლესის და ხდება რაღაც ესე პატარა შეხებები და არაფერი არ ხდება რა ანუ გამოსვლაც არ აქვს და არც იღლება არც კვდება ანუ რა ხოძე არის და ამ დროს მერაბის ქვეშ უნდა ადგე ფეხებზე უნდა ადგე თავიდან კიდე აგაღო დაგაგდო კიდე უნდა დაეყნო ხელს კიდე უნდა ადგე ადგომის დროს კიდე დაგარტყა კომბინაცია კიდე გადაიღო და კიდე უნდა ადგე და ეს უფრო დამღლელი მომენტი არის რა მაგიტო იქნება ის ზოგადად მერაბის ეფექტი მაგიდან გამომდინარე და
მისი ძალიან ძლიერი მხარეა, რომ კლინჩის გაშვება იცის. ძალიან მაგარი მხარე არის, რომ კლინჩს უშვობს და თან კომბინაციებს აძლევს. ანუ თორე გაყრის ჩვენი დროს არ ტყამს, ხო? ანუ რო უშვებს, მაგ დროს იცის ხო. მორტყმა, ხო? ხო, რა გაშვების თქმა უნდა, იმიტომ არ ყავს, რომ დაარტყა თავიდან ხელები აწიამებს კოლკორი რამოდენიმე დაცვაზე გადავიდა დაწყვეტა ბაკ თავიდან ფეხში არის უკვე. კიდე მოკაჩა დაახვედრა თავიდან ფეხში არის, წელში არის. საკმაოდ ეფექტური სტილია, ძალიან ეფექტური სტილი არის რა, ძალიან დინამიკური და ეფექტური სტილი არის. და ისე კორის კარგი დაცვა გამოამჟღავნა, ხო? მჭიდაობის მართლა კაი დაცვა გამოამჟღავნა და განსხვავება კიდო იყო, ანუ ბევრად მაღალი რო იყო რა. რამდენჯერ აიღო ზურგი, ხო, მერაბის, ანუ ხელები შეკრული ქონდა, ქვემოთაც ყავდა, იმას იმხელა ფეხები ქონდა, რომ იყო თუ არა შენი აზრით სასურველი, რომ ჰუკები ჩაედო ფეხების მერაბს. იმიტომ რომ არ ქნა ეს და ალბათ არ იყო სასურველი, ხო? ზოგადად მერაბი არ არის ის ბექმაუნტის მებრძოლი, რომ გავიხსენოთ მისი მთელი კარიერა, რომ გავიღოთ რომ ეს მნიშვნელოვანი პოზიცია ბექმაუნტი აუღებია და დაუფიქსირებია, ხო? ეს არ ყოფილა და არ ევასება მაგას, მაგრამ მოქმედება არა მისი მაგის სტილი ახსნა რა ვთქვათ რა. კიდე უბრუნდებით რომ ეს მერაბის ეფექტს არ ქმნის, მაგრამ ჩაყრილ ხუკებზე ახლა დაждდება სახელი და პროსტა იწყებს ფეხის მოხსნას. ხელის გარატარებას და არ დაიღლება იმდენად, რამდენად დაიღლება ადგომებით, რამდენად დაიღლება ამ ხელების გაწყვეტით, ამ ხელების გაწყვეტის დროს მოხვედრით, რამდენად დაიღლება წელში, თაოში. ამიტომ ეს უკვე ჩამოყალიბებულია ასეთთან, რაც არის ყველაზე სიამოვნო, ხო? ესეთი ჭიდაობა არ იყო მერაბამდე, ანუ რაღაცაში ძალიან დიდი ნოვატორი არის ახლა მერაბი რა. უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ჭიდაობის სტილი მერაბის ჩამოყალიბებული არის, იმიტომ რომ არის ესეთი იდეით არ უჭიდავია ადრე მოჭიდავებს ახლა ჩემი ბიჭების რო ჭიდაობენ ხო იმ იდეით ჭიდაობენ რომ გადაიყვანონ რაღაც მნიშვნელოვანი პოზიცია აიღონ დააждენ მეტოქეს და იქიდან დააზიანონ მაქსიმალურად რა მაგრამ ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება და აქ ნახევრად აღებული ფეხს რო უშვებ ხო შენ ბევრ ძალას არ ხარჯავ შენ პროსტა შედი ფეხში უშვებ კიდე დაარტყი კიდე შედი ფეხში ცოტა ჩამოკაში პირველი მეორე მესამე რამოდენიმე გდება ვერაფერ ვერ გააკეთა დასაწყისში მაგრამ მე ხო გააკეთა და გააკეთა თან აბსოლუტური რეკორდი მოხსნა ერთ სატიტულო ბრძოლაში ყველაზე მეტი გდება გააკეთა 17 გდება დაასრულა სატიტულო ბრძოლაში მე მგონი 40 წელობიდან წარმოიდგინე ეს ახალი რეკორდი მოხსნა მე რა მაგ ბრძოლაში და შესრულა და ახალი სტილი შექმნა, ახლა კიდევ ისტორია დაწერა, ყველა ბრძოლამდე ისტორია და კიდე ისტორია დაწერა რა. ეს მისი ჭირობა არ იყო, რა თქმა უნდა, მიზანი შეწოლილი, იმიტომ რომ კორის ახალგენი დაისვენებდა, ჩატრიალდებოდა. მერაბისთვის დავალება არის, რომ ქვევიდან არ უნდა აღმოჩნდეს მაინც ასე რომ ქვევიდან როცა არის, უფრო მეტი დატვირთვა მიდის. მე დავინახე ისე მერაბი რომ დაიღალა მეოთხე რაუნდში, მაგრამ მეოთხე რაუნდი რომ დასრულდა, მაგრამ რეკავერი გააკეთა ძალიან სწრაფად რა. და მერაბის სტილზე მინდა ვთქვა, რომ ძირითადად რა, აი დაჟე ხაბიბზეც იძახიან, რომ ახლა კაჟუელებზე ვიძახი, რომ ანუ ეგ სტილი არ არის სანახაობრივი, ხო? და fan favorite რა როგორი ტყვიან მაგას. ხო, და აი ზუსტად მერაბის სტილზე იძახიან, ეხლა რომ მერაბის მძიმე ჭიდაობის სტილი არის სანახაობრივი ჭიდაობის სტილი რა და გახდა fan favorite რა და ამერიკელს ებრძოდა ხო ლას ვეგასში დაჯე წარმოიდგინე და აი ალბათ გონი არც იყო USA თუ ერთხელ იყო USA რა ხო ასე იმდენად მე რა პოლოდენ ხო ბოლოს ხო რა და ანუ მერაბი გადავიდა ის საზღვრები გადალახა და გახდა ისეთი პიროვნება, რომ ანუ household რა, ყველა სახში MMA-ის ფანები აღიარებენ როგორც მართლა საუკეთესო მებრძოლს რა. და მინდა რომ მოულოცო. ჯერ მინდა მოულოცო სულორს, მერე ვანს, მერე იმერეც, მერე თლიან საქართველოს და მერე თლიან სოფლიოს რა. ეს იყო უმაგრესი გამოსვლა მერაბის კიდევ ერთი დაცვა და მგონი ერთი აკლია თუ არ ვწდები რომ კონდეს ყველაზე მეტი დაცვა თუ ეხა აქ უკვე ანუ ალჯოუს კონდა ერთით მეტი მგონი ხო ხო არის ყველაზე მეტი გათანაბრდნენ მგონი სამი დაცვა კონდა სამ დაცვას არავინ არ ამსტარა როგორც მე მახსოვს
და მაგრამ დასაზუსტებელი არის რა. ძალიან მაგარი ისტორია დაწერა, ძალიან მაგარი თემისა სხვა მოჭიდავეებს, როგორ იყოს ინტენსიურები, დინამიკურები, ლამაზი მებრძოლეები და რავი, ბევრი რამ გააკეთა, რაც საინტერესო არის შემიძლია მაგალითად. სამუშაო რას არის რა. მე ჩემთვისაც როგორც თელისთვის რაღაცები უკვე უნდა გადმოვიღოთ, რომ ესეთი entertained by მებრძოლი გახდე რა, ეს გამართობი მებრძოლი რო გახდე, არა მარტო ვაშაკ, ასე ვთქვათ, თან ეფექტი ძალიან დიდი ეფექტი აქვს მის ჭიდაობას დღეს. ესეთი წარმატება MMA-ში, რავი. რაგბიზე იძახიან ჩვენი სპორტი არისო, მაგრამ MMA-ც ჩვენი სპორტია. არა, უფრო რა თქმა უნდა, არა, რაგბი ჩვენი სპორტი იქნებოდა, რომ ახალი ზელანდიასავით რო ვიყოთ. სულ pound for pound-ში. ეს შეძლოთ ამბობთ, რეალურად pound for pound-ში ვარ და აუცილებლად ველოდებით იმას, რომ მერაბდვარიშვილის პროსტა გადადგამენ წინ. ერთი ნაბიჯით კიდე, სადაც ღირსეულად არის ისლამ მახაჯიას ერთი ნაბიჯით უკან გადადგამენ და პირველი ორი ადგილი იქნება საქართველოს. იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ხო ბევრს ლაპარაკობენ ხალხი რა და ბევრი ლაპარაკი მონდით და საქმე არ ექვემდებარება მაგ ლაპარაკს რა. ზოგი ერთად ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საქმეს არ ექვემდებარება და ჩვენ საქმეს ვაკეთებ და ღირსეული არის მეორე ადგილი ეს ან პირველი მეორე ადგილი მერაბისთვის ღირსეული არის რომ რეალურად ძალიან სერიოზულ რაღაცს აკეთებს სუპერ აქტიური ჩემპიონი არის. აბარა